მოგესალმებით ძვირფას ტელემაყურებელო და რადიო მსმენელებო, ეთერშია ტელერადიო კომპანია Georgian Times. ეს არის გადაცემათა ახალი ციკლის საუბრები მალხაზ გულაშვილთან და მერაბონიანთან ერთად. ჩვენ დავიწყეთ საუბრები სულიერ და ფსიქოლოგიურ საკითხებზე და ჩვენი ასე ვთქვათ მუდმივი წამყვანი არის მერაბონიანი ფსიქოლოგი, თეოლოგი და ფსიქოთერაპევტი. მერაბ მოგესალმები. პირველი გადაცემა საკმაოდ წარმატებით იქნა ჩატარებული და საკმაოდ ბევრი გამოხმაურება მივიღეთ. ჩვენ როგორც შევთანხმდით, გადავწყვიტეთ, რომ ცალკეულ თემებს შევეხებით. პირველი მაინც მიმოხილვითი იყო, ყველაფერს შევეხეთ როგორც ფსიქოლოგიაში, ესე სულიერებაში და მოდი ახლა განვიხილოთ ადამიანის ფსიქოტიპები, როგორი ადამიანები არსებობენ და ეს ადამიანები როგორ ცხოვრობენ, როგორ აზროვნებენ და როგორ ფიქრობენ და რა ქცევები აქვთ მათ. კი ბატონო, ძალიან საინტერესო თემაა. ცხადია, ის რაც ადამიანს უკავშირდება, ჩვენი ინტერესის საგანია, ბუნებრივია. აი ხშირად არის საუბარი იმაზე, რამდენად თავისუფალია ადამიანი. არსებობს კი საერთოდ ეს მოვლენა და აბსოლუტურად თავისუფალი გიჟია, ხო? ცხადია, რომ ადამიანი ძალიან ბევრ რამეზე არის დამოკიდებული, ძალიან ბევრ რამეზე და ერთ-ერთი რაც მას განსაზღვრავს მის ხასიათობრივ მახასიათებლებს და შემდეგ არის ის რაც გენეტიკურად გადაეცემა მას მშობლებისგან, ეს არის ტემპერამენტი. არ შეიძლება რომ შეიძინოს მერე ტემპერამენტი. კი, აი მშობლებისგანაც რა თქმა უნდა და გენეტიკურადაც გადაეცემა, მაგრამ ხო შეიძლება შეიძინოს კიდევაც ტემპერამენტი. თუ არა? ჩვენ შეიძლება გავაკეთოთ ესეთ შედარება, წარმოიდგინეთ სახლი, რომელიც გაქვს, კერძო სახლი, თქვათ, რამდენიმე ოთახიანი. ეს არის ის, რაც არის თავიდან. და მერე შენ დროთა განმავლობაში მას რაღაცები მიაშენე. აი ეს ტემპერამენტი არის ის ძირითადი, რაც მისი მახასიათებელია და რა თქმა უნდა შეიძლება რომ რაღაცები განავითაროს ადამიანმა, ყველა ტემპერამენტს აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მახასიათებლები და ჩვენ მიგვაჩნია რომ ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანი კარგად იცნობდეს თავის თავს, კარგად ერკვეოდეს თავის თავში და მოგეხსენება, ახლა უცბად გახსენდება გამოთქმა შეიცან შენი თავი, ხო? ხო და ეს მნიშვნელოვანია, რომ დავუშვათ აი ამაშიც ერკვეოდე თუ როგორი ტიპის ხარ შენ. ისი მეტნაკლებად რა თქმა უნდა ყველა იცის თავის შესახებ, მაგრამ ეს არის კონცეპტუალური ცოდნა. უფრო კვალიფიცირებულად რომ გაერკვე ამაში ძალიან მნიშვნელოვანია. ეს მე მგონი ყველაზე დიდი ამოცანა ადამიანისთვის შეიცნოს საკუთარი თავი, რომელიც ხანდახან ადამიანი სიკვდილამდე მიდის და მაინც ვერ იცნობს ამ საკუთარ თავს. ესია, ხო? ვერ გებულობს რის გამო რასაკეთებს. ხანდახან ადამიანი ბიორობოტის გონია, ხო? აი ჩვენ წინა გადაცემაში ვისაუბრეთ იმ მიჯაჭვულობაზე რაღაც რომელსაც ქრისტიანობა ცოდვებს არქმევს ამ მიმართულებაზე და ასე შემდეგ. და ხშირად ადამიანი ვერ გებულობს საკუთარ თავს ისეთ ქმედებებს აკეთებს, რომელი ქმედებებიც წარმოუდგენელია სხვა მდგომარეობაში მისთვის. მაგრამ რაღაც მდგომარეობაში ვარდებოდა იმ ქმედებებს აკეთებს. კი, მე ვფიქრობ, რომ ფსიქოლოგიის ცოდნა, თუნდაც ეს ელემენტარული საკითხების, აი უნიშნელოვანეს საკითხების ცოდნა, მე ვფიქრობ, რომ ძალიან საჭიროა ჩვენი თანამედროვე საზოგადოებისთვის, ყველასთვის, იმიტომ რომ გამომდინარე აქედან ჩვენ ხედვას ვცვლით ერთმანეთის მიმართ. უფრო ღრმად ვხედავთ ერთმანეთს და უფრო სწორად შეგვიძლია გავუგოთ ერთმანეთს უთანაგზნოთ და კი არა დავარქვათ რაღაც სახელებიდან, რაღაც იარლიყები, რაც შეიძლება ხშირად ხდება და არ არის მისასალმებელი და მოსაწონი, არამედ უფრო მეტად გვესმონდეს თუ თქვათ ადამიანში ამა თუ იმ ქმედებას რა განაპირობებს და რა იწვევს. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ბევრი რამ თვითონ ადამიანსაც არ მიეკუთვნება. ანუ ისე როგორც ახლა ჩვენ რო ვიბადებით გარეგნობას, ჩვენ არ ვიქმნით და ჩვენ არ ვარჩევთ ბევრ რამეს, გვეძლევა, მოცემულობა, ხო ასეა. და უბრალოდ ჩვენ ვატარებთ ამას. ჩვენ ვართ გარკვეული სახის მოცემულობა, რომელიც ასე ვთქვათ, არ არის ჩვენი არჩეული და ამიტომ
რაღაცა ამის გათვალისწინებით შეიძლება ცოტა ნაკლები იყოს პრეტენზიები ერთმანეთის მიმართ, რომ ეს რატო არის და როგორ არის. თუ წარმოვიდგენთ, რომ განსაზღვრული მოცემულობაა იმ თავითვე ადამიანი, ეს ცოტა ართულებს საქმეს, ასე ვთქვათ რა. თუმცა ადამიანს აქვს მინიჭებული ყველა უნარი განვითარდეს, შეიცვალოს უკეთესობისაკენ და იფიქროს ამაზე, ხო? ეს რაღაცა ღვთაებრივი კურთხევასავით არის, როდესაც ადამ და ევას ეუბნება, რომ აღორძინდით და გამრავლდით და ეუფლეთ ქვეყანას. ეს ფორმულაა, რომელიც თითოეულ ჩვენთანგანს გვეკუთვნის და გვიკავშირდება, აღორძინება ნიშნავს განვითარებას, ხო? გამრავლდი და ეუფლე ქვეყანას, ანუ დაიმკვიდრე თავი ამ სამყაროში, მყარად რომ იგზნო შენი თავი და აი მაინც ამ ყველაფრის საფუძველი მე ვფიქრობ, რომ არის შემეცნება და სწორი შეცნობა და კარგი ცოდნა საკუთარი თავის, რომ ასე იგი იქ განსაზღვროთ რა არის მოსაწონი ჩვენთვის და მისაღები და რა შეიძლება ვიფიქროთ, რომ შესაძლებელი გვაქვს და ამაში ცუდი არაფერია თუ ყოველთვის ვიფიქრებთ, რომ ხვალინდელი დღე ჩვენი იყოს უფრო უკეთესი ვიდრე იყო გუშინდელი ან დღევანდელი. მოდით მაინც გადავიდეთ ტიპებზე, ხო? ადამიანის ტიპებზე, კი ბატონო, გადავიდეთ. მე ფუნდამენტური რო იყოს შედარებით, მიჩვენია რომ ამოვიკითხო რაღაცები თუ შეიძლება. მაგალითად არის სანგვინიური ტემპერამენტის ადამიანი, სანგვინიკს ვეძახით ჩვენ ასეთ ადამიანებს. ეს არის ხალხი, რომლებიც კარგად ჭვრეტენ სხვა ადამიანებს. აღმოჩენები მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია ცხოვრებაში, რომ ძალიან ბევრი აღმოჩენა უნდათ რომ გააკეთონ და აი რაღაც მაქსიმალურად დატვირთული მოღვაწეობა ახასიათებთ, რაც მრავალფეროვნებით წარმოჩინდება მან ცხოვრებაში. ეს არის სანგვინიკების გამოცდილების ძირითადი წყარო. მოსახლეობის მესამედი არის სანგვინიკები. თითოეულ ასე ვთქვათ ტემპერამენტს თავისი ფერიც კი აქვს მიკუთვნებული, ეს არის ნარინჯისფერი. და ზუსტად დაახლოებით იგივე რაოდენობის არის ეს ადამიანები, როგორც მელანქოლიკები მაგალითად და მელანქოლიკების ფერი არის ყვითელი ფერი. ესე იგი ამგვარად ნარინჯისფერი და ყვითელი ფერი უმეტეს ადამიანთა ფერია. ეს ნიშნავს, რომ ფიზიკური აქტივობა თავისი მნიშვნელობით რას ახასიათებს სანგვინიკს, საზოგადოებრივი ტრადიციების თანაბარია. უფრო ტრადიციების მიმდევარი არის ასე ვთქვათ მელანქოლიური ტემპერამენტის მქონე ადამიანი. ხა როგორი არის სანგვინიკი? სანგვინიკის ქცევა არის აღმაფრენა. ესე იგი მას ძალიან დიდი შთაგონებადი ტიპია და აი ეს აღმაფრენა აძლევს ყველაფრის სტიმულირებას. და არა მიღებული გადაწყვეტილება, თქვათ, ის უფრო სხეულებრივი ენერგეტიკაზე ორიენტირებული ტიპაჟია და არა დაუშვათ რაღაცა, თუნდაც აი რაღაცა მოიაზრა და გონებით გადაწყვიტა. არა, უფრო სპონტანური ქმედების პიროვნება. მოქმედების ადამიანია, კი. ანუ შეიძლება ვთქვათ, რომ ეს არ გამომდინარეობს რაიმე მოსაზრებიდან, იდეიდან, ეს არის სხეულის ენერგია. ან გააზრება და ახსნა მოდის მერე. აი მოგეხსენება არიან ადამიანები, რომლებიც ჯერ აკეთებენ და მერე ვაფიქრდებიან იქ რაღაც შეეშალათ თუ არ შეეშალათ. მაგრამ სხვანაირად არ შეუულიათ, ასე არიან მოწყობილი. შეიძლება ამის გაგება. და მოქმედების ასე ვთქვათ ძლიერ ნებელობას აბსოლუტური თავისუფლების აუცილებლობისაკენ მივყავართ. თუ აიზულებთ მაგალითად სანგვინიკს რომ შვიდად იჯდეს და დაიქვემდებაროს რაღაცა ასე ვთქვათ განაწეს, უჭირს მას ფსიქოლოგიურად, იმიტომ რომ ხელი ათამაშდეს მაგიდაზე და უშუალოდ თუ ხელში ფანქარი უჭირავს რაღაც ესეც ამასაც ესე ამოძრავებს შეიძლება ყურადღება გაეფანტოს, მიეძინოს და მისი გონება ეს სხვადასხვა გასართობი თავშესაქცევისაკენ წარიმართოს. ბევრი საგვინიკი საკმაოდ მშვიდია. მაგრამ მათი შინაგანი სამყარო ესეთივეა, ენერგიული, მოუთმენელი, დაუცხრომელი, ქმედებებისკენ სწრაფველი, უბრალოდ რაღაცის კეთების მსურველი, აი რაღაცა სულ უნდა აკეთოს და მიაჩნია რომ აი ცხოვრება სიამოვნების გარეშე ცხოვრებას აზრი არ აქვს.
ეს უფრო სიხარულის ადამიანია რა, ესეთი გზნობებზე ორიენტირებული. ემოციურად. კი, უნდა იყოს ბედნიერი რა. და ამიტომ მიაჩნია, რომ ეს მნიშვნელოვანია სიამოვნების ენერგეტიკა. და რისგან იღებს ეს ადამიანი სიამოვნებას? ეს სანგვინიური ტიპის ადამიანი ადამიანური ურთიერთობებზე ორიენტირებულია. კომუნიკაბელური და რა თქმა უნდა, კი ბატონო. ანუ მე ვინა ვარ? სანგვინიკი ვარ? მაგას მეორე ტემპერამენტს რო გავეცნობით, მე გავაკეთოთ შედარება და არჩევანი. ესე იგი, საინტერესოა სანგვინიკის მოსაზრებები და ის ამბობს, რომ ბოლოს და ბოლოს რითვის არის საჭირო ეს რუტინული რაღაცა ყოველდღიურობა, ეს სერიოზულობა, მონოტონურობა, ცუდი რა არის აღფრთოვანებაში, აგზნებაში ან აზარტში, აი ესეთი ადამიანია. ან მხურვალე რომანში. რა სიტყვით უნარების ცოდნის განვითარებაზე უბრალოდ ინტერესის გამო, აი ძალიან ინტერესიანი ადამიანები არიან და თქვა შეიძლება იმიტომ დაინტერესდეს რაღაცებით, რომ უბრალოდ აინტერესებს. თვითონ ის ფაქტი, რომ სანგვინიკი ესეთი მომზადებული და ესე ვთქვათ ემოციური პიროვნება არის, ის როგორ თანაცხოვრებს სხვა ტიპებთან. იმიტომ რომ სხვა ტიპები ხო სხვა მიმართულებით არის. კი, ყველა რა თქმა უნდა განსხვავებულია. ამას ხო აქტიური ენერგიები აქვს, ხო? და ეს შეიძლება უკავშირდებოდეს და უკავშირდება კიდევაც საზღვრების თემას. ანუ შენ ახლა რაც ახსენებ, მაგას საზღვრების საკითხი ქვია, როგორ შედის კომუნიკაციაში. რამდენად შეიძლება დაარღვიოს სხვისი საზღვრები და შეიჭრა სხვის ტერიტორიას. დაუგრეფავში გადავიდეს. შეუულია ძალიან დიდი მონაცემები აქვს ამისი. იმიტომ რომ არის ესეთი კომუნიკაბელურია და შეიძლება იმან ვერ განსაზღვროს რაღაცები და უშოთ სად შეიძლება გაჩერდეს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია კარგად გაცნობა საკუთარი თავის, რომ მე მოხდეს რაღაც ერთგვარი დატრენინგება საკუთარი თავის და ბევრი თემა გასათვალისწინებელია და მნიშვნელოვანია. თავისუფლება ძალიან მნიშვნელოვანია სანგვინიკებისათვის. მათთვის უსიამოვნოა აი რაღაცა ჩარჩოებში ყოფნა, შევიწროება, უმოქმედობა, რაღაც ვალდებულებებით დაბმულობა და ეს რეალურ მძიმე გამისიფერია ნარინჯის. კი, მძიმე განცდებს იწვევს მასში და დისკომფორტს და ამას ისინი გაურბიან. როდესაც სანგვინიკების სწრაფვა ეჯახება სხვა ტემპერამენტის მქონე ადამიანს, მაშინ ისინი უწევენ მათ წინააღმდეგობას და შეიძლება საკმაოდ უხეშნიც გახდნენ. მათი ხასიათი მეამბოხის ნიშნებს იძენს. აი ფლეგმატიკებისათვის დამახასიათებელი ლოგიკა, ლოგიკური აზროვნება, ქოლერიკებისათვის დამახასიათებელი განსაკუთრებული მგრძნობიარობა და მელანქოლიკების ვალდებულებები უცხო სიტყვასავით ჟღერს სანგვინიკებისათვის, რომელთათვისაც აუცილებელია მოძრაობა და თან საჩქაროდ. სანგვინიკები ცხოვრობენ დღევანდელი დღით, კაპრიზები, იმპულსები, სურვილები ითხოვს გამოსავალს არც წარსულში, არც მომავალში, არამედ აქ და ამჟამად. კი, ეს მათ განსაკუთრებულ ძალას ანიჭებს. ხა მოგეხსენება არის ნათქვამი, ხო, სახარებისეული შეგონებაც არის ესეთი, რომ იცხოვრე თქვა დღევანდელი დღით და არის ფიქრო ხვალინდელი. სრულად განახორციელე საკუთარი თავი, ანუ ბოლომდე დაიხარჯე და ეს ტიპები არიან ზუსტად სანგვინიკები. აი, მაგრამ ახლა რა შეიძლება ვთქვათ, შეიძლება ეს აბსოლუტური არ იყოს მე რასაც ვიტყვი, მაგრამ არის მაინც მახასიათებელი. თვითკონტროლი, დისციპლინა, შეზღუდვები, გეგმები, არავითარ ამადგან სანგვინიკს არ ახასიათებს. მისი შეკავება ხდება გარედან. მაგრამ მას ჭირდება, რომ ვიღაცა მხარზე დაკრას ხელი
და უთხრას, რომ იცი რა, ცოტა შეანელე, სვლა, იმიტომ რომ აი წინ მოსახოვი გელოდება და ესეც სიჩქარე. შეიძლება ამოტრიალდე. კი, ამოტრიალდები, მაგრამ ერთის მხრივ მას ჭირდება, რომ ვიღაც, ანუ მხარდაჭერის თვალსა. ვიღაცამ აღვერი მოკაჩოს. ხო, მაგრამ არავითარ შემთხვევაში მას არ გაითვალისწინებს და არ მოусმენს. ანუ მისთვის მნიშვნელოვანი ეს მხარდაჭერა არა იმ თვალსაზრისით, რომ გაითვალისწინოს, არამედ უბრალოდ რომ იგრძნოს, რომ ხარს უჭერენ მას რა. ხო, საინტერესოა. ძალიან, ამაზე მეტი რა არის ადამიანის ფსიქოტიპები, რომლებიც ყველა ადამიანში არის და ეხა ჩემშიც და შენშიც ვიღაცა ცხოვრობს, ზოგან სანგვინიკი, ზოგან მელანქოლიკი, ზოგან ფლეგმატიკი. კი, ბატონო. ხო, ეს სამი ტიპია, ხო, ძირითადად. არა, არის 4 ტიპი და საქმე მაგაშია. შენ კარგ თემას შეეხე. რომ შეიძლება იყოს ვიღაცა მკვეთრად გამოკვეთილი სანგვინიკი, ან მკვეთრად გამოკვეთილი ქოლერიკი, ან ფლეგმატიკი, ან მელანქოლიკი, სადაც როცა ჩვენ ტესტირებას ვაკეთებთ, თქვა ამის განსაზღვრისათვის არის 17 პუნქტი და თუ ესე იგი გამოვიდა რომ რაღაც ერთი 15 პუნქტით არის რომელიმე, მაშინ არის მკვეთრად გამოკვეთილი ტიპაჟი და ეს არ არის მაინდამაინც კარგი. და ნუ შეიძლება ცოტა უფრო იშვიათი იყოს ეს და ხშირად არის სინთეზური, რომ რაღაც ნაწილი აქვს სანგვინიკის, რაღაც ნაწილი ქოლერიკის და ფლეგმატიკის და ასე შემდეგ, მაგრამ განსაზღვრა მაინც ხდება იქიდან გამომდინარე, რა არის წამყვანი. პირველ ადგილზე რომელია ამ ჩამონათვალიდან ადამიანში. ესე იგი, სანგვინიკების შესახებ კიდე შეიძლება ითქვას ის, რომ მათ საზოგადოებაში შემოაქვთ ენერგია და ოსტატობა, ქარიზმა. ასეთი ადამიანები არიან, მომხიბლელები არიან, ესე თქო შეუძლია კეთილმოაწყოს რაღაცა, სადაც იქნება ის მისი გარემო მას ახასიათებს სანგვინიკი. კი, ესეთი კონკურენტული ტიპია, აი შეჯიბრი უყვარს, მხიარულია, აი ესეთი მომღიმარე იცინის, ასე სიცილი მისთვის დამახასიათებელია, ის ხო უფრო ესეთი ემოციურია და თან პოზიტიურ ენერგიებზე ორიენტირებული არის და ასევე ძალიან მეგობრული არის და ნუ ბევრი რამის გამოგონება შეუძლია, ასეთი კრეატიულია. სანგვინიკები ხშირად ვარდებიან რთულ სიტუაციაში, მაგრამ აქედან გამოსვლა ძალიან იოლად შეუძლიათ. აი ვიღაცა ხო გაიჭედება რაღაც პრობლემაში და თუ ჩავარდა დღისას ხო? არა, ეს პანიკაში ვარდება. სანგვინიკი არ ვარდება. არა, მარტივად გამოდის. აი მისთვის დამახასიათებელია ასეთი გამოთქმარი სიმსუბუქე აღმარჩი. როცა უჭირს, იქ პირიქით ძალიან კარგად ძლევს ამ მისი ხო, ეს ეხა ძალიან მნიშვნელოვანია, როცა ადამიანი გებულობს, რომ აი თქვა, აი ესე ჩამოყალიბებული კონცეპტუალური ხედვით მის შესახებ ძალიან სერიოზული რესურსი ეძლევა და ძალა და მხნეობა. იმიტომ რომ ესე თავმოყრა ყველაფრისა ძალიან მნიშვნელოვანია ცოდნისა. ესე იგი, კიდე შეიძლება ითქვას ასეთი რამ, რომ მეგობრობისა და კოლექტივიზმის ძლიერი გრძნობა ახასიათებთ, უყვართ ეს გუნდური თამაში, სამუშაოს თამაშად აქცევს. სამხიარულო მოვლენად აქცევს და არ იქნება ეს რაღაც პრობლემატური ერთფეროვნება, იმიტომ რომ ასეთია თვითონ ბუნებით და იოლად უმკლავდება დავალებას, ნებისმიერ დავალებას, როცა მის წინაშე ძალიან ნათლად არის გარკვეულია ის თუ რა უნდა გააკეთოს, დროითი ინტერვალი იცის და საბოლოო მიზანი და სამუშაო შესრულების მეთოდს თვითონ არჩევს. და ესე იგი რეალურად ბოლომდე არის ჩართული საქმეში. სანგვინიკები თავად ანვითარებენ საქმეს და დიდი ხნით ერთვებიან მასში. ისინი ესე იგი ესეთი ენერგიულები არიან, მათ ძალიან აინტერესებთ რომ ბევრი რამ გამოიკვლიონ, აი ხელობაში თუ ხელოვნებაში თუ ასე ვთქვათ, მარკეტინგში, სამსახიობო ოსტატობაში, ნებისმიერ საქმიანობაში, სადაც არიან სანგვინიკები, ისინი ქმნიან მათთვის გამოკვეთილ ნიშას. აი, ცნობილი ადამიანებიდან ვინ იყვნენ სანგვინიკები, თუ გახსოვს? იცი რა, ძალიან ბევრზე, ვინც არის აქტიური ენერგიის მატარებელი, შეიძლება ამის თქმა, უამრავი, აი ესეთი კომუნიკაბელური დაუშვათ ადამიანები. აი ბიძინევანიშვილი რა ტიპის ადამიანია? ძალიან საინტერესოა.
ძალიან რთულია ზუსტად რაღაცის განსაზღვრა თუ არ ხდება ტესტირება. თუმცა ჩვენ გვაქვს იმხელა ცოდნა რომ მაგის განსაზღვრა ტესტირების გარეშე არ გვიჭირს, მაგრამ ასეთი აზრიც არსებობს, რომ თუ ესე იგი ბევრი იცი შეგიძლია იყო მდუმარეთ. მდუმარეთ ყოფნა კარგია. თვითონ ის მიმართულება, რასაც ქვია სანგვინიკი, ხო? აი მე მინდა რომ რაღაცნაირად პრაქტიკულში გადავიტანო, რომ ადამიანებმა ვინც ჩვენ გვისმენს, რაღაცა თავისთვის დასკვნები გააკეთოს. ამ ადამიანებისთვის მახასიათებელი თემები ჩამოწერე, მაგრამ თვითონ აი ის მიდგომა ამ სანგვინიკების სხვა ტიპის ადამიანებთან როგორია? ძალიან პოზიტიური ტიპები არიან. ეთანხმებიან, არ ეთანხმებიან, მაგალითად ხოლერიკს, მაგალითად ფლეგმატიკს, მაგალითად განსხვავებული რაშია? არა, როგორ ურთიერთობენ? ხო, ნუ აი შესაბამისად ახლა განსხვავებული, აი ხოლერიკიც არის ესეთივე ტიპაჟი, როგორიც ახლა სანგვინიკია, ოღონდ იმას კიდევ უფრო მაღალი დონის ენერგიები აქვს. აჰა. ანუ მაგალითად თუ სანგვინიკზე ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ასე სანგვინიკი გვაგონებს დინარის მძლავრი ნაკადის რბოლას. აი იმას ვამსგავსებთ, როგორც დინარეს, რომელიც მთის დინარია და მძლავრად მოედინება, ხო? ქოლერიკები გვაგონებენ იგივე ტიპის მდინარეს, ოღონდ კალაპოტიდან გადმოსვლის უნარით. ანუ ეს კიდევ უფრო უარესია კიდე. ანუ ეს კალაპოტიდან გამოდის ხშირად, ანუ ამის კალაპოტში მოთავსება ძნელია. ეხლა შესაბამისად ვინ როგორია, რო განსაზღვროთ, ეს ერთ-ერთი ძალიან სერიოზული მახასიათებელია. ესე იგი, თუ მაგალითად სანგვინიური ტიპის ადამიანი ხმამაღალი მეტყველებით გამოირჩევა, აი მეტყველებითაც კი შეიძლება მიხვდე. ხო. ქოლერიული ტიპის ადამიანი კიდევ უფრო ხმამაღალი არის და უფრო ზარღვიანია, ასე ვთქვათ, მისი საუბრის მანერა. ფლეგმატიკებს ახასიათებს მონოტონური ტიპის, ასე ვთქვათ, თანაბარი მეტყველებით საუბარი, თანაბარი ინტონაციებით და მელანქოლიკს ახასიათებს წყნარი. ფლეგმატიკი მონოტონური. მელანქოლიკს წყნარიან, შეიძლება ძალიან ყური მიუგდო, რომ გაიგო. ხო, ისე ხმადაბლა თქვას. ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, ხო, ძალიან საინტერესოა თქვა, მოლაპარაკებების დროს შენ თუ ფლობ დაუშვათ ამ ცოდნას, ბევრი რამე შეიძლება წარმოდგენა შეიქმნა ადამიანის შესახებ, ვინც შენს წინ არის. რა თქმა უნდა. ცოტას კიდე გავაგრძელებ თუ შეიძლება. ცოტას კი არ უნდა გავაგრძელო. ესე იგი სანგვინიკების ცდილობენ ისწავლონ პრაქტიკით და მიაღწიონ გარკვეულ წარმატებებს. მე ხუმრობ ხოლმე ამ თემაზე, საშიშია ცოტა სანგვინიკის სტომატოლოგი. რატო? პრაქტიკაზე ხო? შეიძლება ისწავლოს პრაქტიკაზე. საქმე პრაქტიკით, ასე თქვა ამ შემთხვევაში. ცოტა საშიშია, რა თქმა უნდა, ხუმრობ. მე ვაძლევ შემთხვევას უფლებას, რომ რაღაც შემოვიტანო იუმორი. რა თქმა უნდა, კარგია პირიქით. ამ თემებში მათი მიზნები და გეგმები შეიძლება ძალიან სწრაფად შეიცვალოს და მოულოდნელად და მაშინ ეძებენ ახალ საქმეს და ირჩევენ ახალ ცხოვრების სტილს, რაც მათ უფრო მეტ თავისუფლებას ანიჭებს. ანუ ეს ადამიანები რაღაც მიჯაჭული და შეზღუდულნი არ არიან არჩევანი, შეუძლიათ რაღაც ძალიან კარგად მართოს. მნიშვნელოვანი აღინიშნოს, რომ სანგვინიკთა შორის ბევრი ქალია, რომლებიც ებრძვიან ქალურ სტერეოტიპებს, მიდრეკილი არიან თავისუფლებისაკენ, გონებრივი შრომისაკენ და ფიქრობენ, რომ მათი ხასიათი არ შეესაბამება ჩამოყალიბებულ სტერეოტიპს, მათ სქესრო უკავშირდება. მიუხედავად ამისა, მათ უყვართ გადალახონ საზღვრები. აი რაც ეგან ჩვენ ვისაუბრეთ ხო, საზღვრების თემა. ქალი სანგვინიკები ბუნებით დაჯილდოებული არიან ოსტატობით, ენერგიულობით, იმპულსურობით, კონკურენტუნარიანობით, იუმორის გრძნობით და სარკაზმითაც. გარშემოყოფებს ანიჭებენ უდიდეს სიამოვნებას, დააკვირდნენ სანგვინიკების მიერ მათთვის შექმნილ მრავალრიცხოვან როლებს და
ესე იგი მეორე მხრივ სამგვინიკები ხშირად ფარავენ თავის ხასიათს იმ ადამიანებისგან, ვისაც მათი კარგად არ ესმით და ანდა ნეგატიურად არიან გაწყობილი. ანუ იმალებია. მათ მიმართ. და მათი ხასიათი გამოირჩევა სიამაყისა და თვითპატივისცემის შეჯახებებით. ეხლა შეიძლება მაგალითად ვთქვათ ისიც, ვთქვათ რა არ უყვართ ამ სამგვინიკებს. განსაკუთრებით აი სამგვინიკების სამყარო უნდა წარმოადგენდეს თავისუფალი მოქმედებების სივრცეს. მათი ყველაზე ძლიერი მხარე არის, როგორც წეგან აღნიშნე, სიმსუბუქე აღმართში. ენერგიულობა, გონება-მახვილობა, ენთუზიაზმი დამოკიდებულია მათი თავისუფლების ხარისხზე. როცა მათ აკავებენ და ჩარჩოებში ათავსებენ, ეს ძალიან სულად მოქმედებს მათზე. სანგვინიკები მიდრეკილი არიან ამბოხისადმი იმის მიმართ, რაც მათ ხელს უშლის და ძალიან მკაცრი და უხეში პიროვნებები მათთვის მიუღებელთა სიის სათავეში არიან. ავტორიტეტს მათთვის მაინდა-მაინც დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ისინი თვლიან, რომ კონტროლი, რომელიც ხორციელდება აი ტირანიაში, არ უნდა გადადიოდეს. მათ მიაჩნიათ, რომ მათი უფლებების შემზღუდველები მათ ძალიან სერიოზულად ამცირებენ. არ მოსწონთ, როცა მათ კარნახობენ თუ რა უნდა აკეთონ და რა არა. არ მოსწონთ მედიდური ხალხი და თავად არასოდეს არ არიან ასეთნი. აი ეხლა ცოტა მინდა რომ ისეთ თემას შევეხო, რომელიც აი ძალიან საყოველთაო ინტერესს გამოიწვევს. რა ტიპის ფსიქოტიპი არის ტრამპი, პუტინი, დავუშვათ და სი ძინპინი? შეგიძლია თქვა? ესე იგი, შენ ცდილობას რომ პოლიტიკურ ველზე გამიყვანო. არა, მე რა პოლიტიკურ ველზე გამიყვანო. საინტერესებს ეხლა, მაგრამ ტრამპი ყველა საინტერესებს რა ტიპის ფსიქოლოგია არის. მე მინდა რომ კი ბატონო, მაგრამ ლექციას ვარ დაემსგავსო ჩვენი გადაცემა ეს მინდა რა. იცი, ესე იგი, თავისი აქტიური ხასიათით. ეხლა მე შეიძლება შევწვდე ხო ეს ხო, რა თქმა უნდა. ექვემდებარება. ხო, მაგრამ ძალიან საინტერესოა ეხლა აი მე უბრალოდ ამ გადაცემის მიმდინარეობისას გამიჩნდა ეს კი, აი ეს დაზაც იმიტომ დაგიშვი ეს კი. კი ბატონო, ახლა ძირითადად მაინც შეიძლება ითქვას, რომ ამ სამკაცზეა დღეს მსოფლიო ბედი დამოკიდებული ტრამპზე, პუტინზე და სი ძინპინზე, რეალურად რა. დიახ. და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ხალხის ქცევის ალგორითმი გავიგოთ, ვინ არიან და რას არ მოგვადგენ. კი. აი, რაც შეეხება ტრამპს, არის ძალიან ესეთი სწრაფია, ხო, თავის რეაგირებაში. უფრო სანგვინიკია, ხო? ექსცენტრიულია, არა, უფრო ქოლერიკია. ქოლერიკია, უფრო. კი, შეიძლება რომ ჭარბობდეს მასში ქოლერიული ენერგეტიკა. ის ბრძოლის უნარიანობა, რომელიც ამ ადამიანმა გამოიჩინა ამ ხელაწინააღმდეგობების დაძლევის თვალსაზრისით და აი მედგრად იდგა თავის პოზიციებზე და ნუ არ შეეპუა ხო რაღაც მთელ მასას, რომელიც მას ებრძოდა. ეს ხო ძალიან სერიოზული მახასიათებელია მისი პიროვნული სიძლიერის. ქოლერიული ტემპერამენტის ადამიანებს ახასიათებთ ის, რომ ძალიან მიზანდასახულია და სრული უკუგების უნარით გამოირჩევიან, აი ბოლომდე მიდიან და არიან ძალიან დიდი რისკის მატარებლები. აი რისკზე წამსვლელები არიან. მაგალითად სანგვინიკები რისკზე არ მიდიან. სანგვინიკის ბუნებაში არის, რომ უნდა გათვალოს რაღაცეები, უნდა კარგად გაიანგარიშოს და თუ სარისკო სიტუაცია არ არის, მაშინ მიიღებს გადაწყვეტილებას. ისეც ასე ვთქვათ რა, ცოტა სარისკოს, მაგრამ რასაც ვთქვათ არ მოყვება რაღაცა გართულებები. მაგრამ ქოლერიკი არ არის ასეთი, ქოლერიკი მიდის სერიოზულ რისკებზე და არც დაფიქრდება. ნუ ესეთი ბუნება აქვს. აქედან გამომდინარე, ესე იგი, აი, ბევრი მახასიათებლებიდან შეიძლება, ხო, ანუ, ვთქვათ, ქოლერიული ჭარბობდეს მასთან. სი ძინპინის შესახებ ნაკლებად ვიცნობ მე და არ ვიცი, სიმართლე რომ გითხრა, ტიპაში არ ვიცნობ, ეხლა როგორც ერთი შეხედვით შეიძლება დაინახო, საკმაოდ გაწონასწორებული არის. ადამიანი, რომელიც თავის თავშია, ხო? ეს არის ფლეგმატიკები და მელანქოლიკები. აი თუ სანგვინიკი და ქოლერიკი არის ორიენტირებული ურთიერთობებზე, კომუნიკაციაზე და ძალიან გახსნილი ტიპია და ძალიან აქტიური. ფლეგმატიკი არის უფრო თავის შიგნით მიმართული, თავის თავშია და ნუ მელანქოლიკი საერთოდ ჩაკეტილია. ახლა მელანქოლიკი მართველი შეიძლება გამოვრიცხოთ. თუმცა ძალიან პედანტები არიან და საქმის იდეალურად შემსრულებლები არიან ძალიან კარგად, ისე რომ მთელი სამსახური შეიძლება აი ამ მელანქოლიკ თანამშრომელზე იყოს აწყობილი, იმდენად აი როგორ თქვა, სრულყოფილად ასრულებს თავის საქმეს,
კი, აი მთელი კომპანია შეიძლება მასზე იდგეს, ასე შეიძლება ითქვას. მაინც აი მართვაში, ხო? მართვაში ნაკლებად. აი მართველი სხვაზე გავლენის მომხდენი, უფრო სანგვინიკია, უფრო ქოლერიკია და ფლეგმატიკი იყო შევარდნაძე მაგალითად. ხო, რა ქვია, არ მინდა ბევრი ვილაპარაკო. და პუტინზე რა სიტყვა? აი რო გითხრა რომ ნაკლებად ვიცნობ მეთქი რა სიტყვა. ხო, კარგად იცნობდა რა ვინ არის. რაც არ მოაქვს. ხო. თუ ჩვენ დავაკვირდებით რეაგირებებით, ასე ვთქვათ, მის საქმეებით, ხო? იმიტომ რომ ხა სიტყვა პასუხი და მანერა სასაუბრო იმდენად ნასწავლი აქვს მართველებს და იმდენად დატრენინგებული არიან, რომ შეიძლება ერთ შეხედვით ვერ მიხვდე ვერაფერს, მაგრამ საქმით ხო შეიძლება რომ ანალიზი გააკეთო. როდესაც ძალიან სწრაფი რეაგირების корпус რო ეძახით, სწრაფი რეაგირება ახასიათებს, ხო, ძალიან. და ესე იგი შეიძლება არ ვიცი ადამიანები, რომლებიც დიდხანს ითმენენ, ხანდახან მერე ფეთქდებიან. ეს ახასიათებს ფლეგმატიკებს. ფლეგმატიკი არც ერთ შემთხვევაში არ არის პუტინი, ის არის აი სწორედ აი ამ სანგვინიურ, ქოლერიულ ტემპერამენტს შორის ნამდვილად. ეს უთხარად შემილია, რომ ვთქვა. თუმცა თავს ავლენს როგორც გაწონასწორებული, ხო? საკმაოდ ესეთი გონება מחვილური ჩართვები აქვს რაღაც კომუნიკაციის დროს, იქ იუმორზეც უკან არიხევს ხოლმე, მაგრამ ეს არის ის რაც არის, ასე ვთქვათ, გარეთ რაც ჩანს. ხო და აი ხო თუ მოქმედებებით შევაფასებთ, რისკზე წასვლა და ამდაგვარი რაღაცები, ქოლერიული თემა წინა პლანზეა მაინც მე ვფიქრობ. კი, ძირითადად მართავენ ეს ხალხი, აქტიური ენერგეტიკის მქონე მამრები. ხო, ესეთი აქტიური შინაგანი ენერგეტიკა აქვს იმ პიროვნებასაც, რომელიც ჩვენ თავში ახსენე. ბიძინას? დიახ. გასაგებია. ეხა ჩვენ ჩამოვაყალიბეთ ორი ფსიქოტიპი, თუ არ დაგვიმთავრებია? არა, ჩვენ ეხა სანგვინიკის თემას ვეხებით მხოლოდ. სანგვინიკის თემას ვეხებით, ხო. გავაგრძელოთ მაშინ. კი ბატონო. ესე იგი ჩვენ საუბრობთ იმაზე, თუ რა არ მოსწონს სანგვინიური ტემპერამენტის მქონე ადამიანებს, ესე იგი თუ უპირისპირდებიან, ძალიან უხეში შეიძლება გახდნენ და აგრესიულები. აი რუტინული და მოსაწყენი სამუშაო, როგორც აღნიშნე, მათ მიერ აღიქმება როგორც მძიმე ტვირთი და ეს მათი არ არის. ფიზიკური უმოქმედობის პერსპექტივა ასევე ძალიან მძიმედ აღიქმება. ესე იგი გაცილებით უკეთ გრძნობენ თავს თუ აქვს არჩევანის შესაძლებლობა. სამუშაო მათთვის არანაირი ინტერესს არ წარმოადგენს, თუ ის სასარგებლო არ არის, ის უნდა იყოს მისთვის მომგებიანიც და ანუ პრაქტიკოსები არიან ესენი, არ არიან თეორეტიკოსები, როგორც მაგალითად ფლეგმატიკი შეიძლება იყოს, იმიტომ რომ ფლეგმატიკი ამბობს მე ვფიქრობ, ვაზროვნებ, მაშასა და მე ვარსებობ. ანუ ის უფრო ფიქრშია, ანალიტიკაშია, ვიდრე პრაქტიკულ მოქმედებაში და აქ პირიქით არის რა, რომ ესე იგი ესეთია, პრაქტიკოსია, მათ არ უყვართ, როგორც აღნიშნეთ უკვე არაერთხელ მკაცრი ჩარჩოები, საკანცელერიო სამუშაოები, ბიუროკრატია, არაგონივრულობა და ფინანსების ნაკლებობა. ესეები. და სიამოვნების ნაკლებობა. ესეც რო დავამატოთ სრულყოფილებისათვის. ეს არის სანგვინიკების შესახებ, აი ძალიან მოკლედ, რაც შეიძლებოდა რომ მეთქვა. ვიცი რა, ჩვენ ალბათ ვეღარ მოვასწრებთ სხვა ორი ტიპი განვიხილოთ, შემდეგი გადაცემისთვის შემოვინახოთ და ეხლა მოდი ეს თემა გავშალოთ რა. ორი ტიპი განვიხილეთ ადამიანის, ხო? ეს არის ზოგადად შევეხეთ სხვებსაც, მაგრამ ორი ტიპი განვიხილეთ, ხო? ეს არის სანგვინიკი და ეს არის ქოლერიკი. კი. ეხლა აი
ამ ორი ტიპის ადამიანი ჩვენ გამოვხატეთ, რომ ორივე არის ძალიან ენერგიული, ორივე არის ძალიან კომუნიკაბელური, ორივე არის ძალიან, ასე ვთქვათ, მიზანმიმართული და ასე შემდეგ. ექსტრავერტები ქვია მათ. ხო, ექსტრავერტები. და არის კიდე ინტროვერტი, ხო? დიახ. და ეგეც რო განვმარტოთ ჩვენს მაყურებლებს. აი წერან კი ვთქვი, ანუ ექსტრავერტი ეს არის აი გამოსული ადამიანი თავის თავიდან სხვა ადამიანებისკენ ორიენტირებული. ინტროვერტი არის საკუთარ თავში სიღრმისეული, აი როგორც ჩვენ მაგალითად სიზიმპინზე თქვი, რომ უფრო ინტროვერტს გავს, ხო? პრინციპში. რამდენადაც არ ვიცნობ, იმდენად თქვი. ხო, არ ვიცნობ, ეხლა მე ვიცნობ, ორჯერა ვარ შეხვედრილი სხვათა შორის. აი თუ მშვიდია ძალიან დიდი ენერგია მოდის ამ ადამიანს. თუ მშვიდია და გაწონასწორებულია, ეს არის ფლეგმატიკებისთვის დამახასიათებელი. თუ ძალიან დიდი ენერგია მოდის, მაშინ ფლეგმატიკი ნაკლებად არის. აი, მოდი ჩემ ტიპი განვიხილოთ. მე ვინა ვარ, შენი აზრით? სანგვინიკი ვარ თუ ხოლერიკი ვარ? არ მინდა უხერხული კითხვები დაგისვა. უხერხული რა კითხვებიც გინდა დამისვია პრობლემა. აი პირდაპირ დავსვავ ესეთ კითხვას, რამდენად ასე ვთქვათ რამდენად გახასიათებს კალაპოტიდან გადმოსვლის უნარი? ხშირად. ხო? აი გარი პასუხი უკვე მაგაზე რომ ქოლერიული ტემპერამენტის ხარ. ქოლერიული ტემპერამენტის შენ რომ არ იყო, ვერ განახორციელებდი იმდენ წარმატებულ ნაბიჯებს და აქტივობებს, რასაც შენი ცხოვრების განმავლობაში აკეთებ. ალბათ შენ ესეთი დაუცხრომელი ადამიანი ხარ, ენერგიული ხარ, მიზანმიმართული ხარ, არ ჩერდები, ხვდები ხო? ანუ ეს განვითარებაზე ორიენტირებული ხარ, რაღაცები. ხო, ნუ ეხლა 14 წელი დევნაში და იმაში ვიყავი რა, ქვია, ციხეში ვიჯექი. კი, და მიუხედავად მაგისა, მაგ ენერგეტიკით შენ მიულად გადარჩი, თორე ეხლა სხვა რო აღმოჩენილიყო, იქ შეიძლება გაცლებთ, რომ მძიმე ყოფილიყო გავლენები, შედეგების თვალსაზრისით, ვიდრე თქვათ, შენ ნუ ღვთისყალობით აი ამ ენერგეტიკით კიდე უფრო შედარებით უკეთ დაძლიერა, იმიტომ რომ ესეთი ძლიერი სასიცოცხლო ენერგეტიკა აქვს ამ ხალხს. ძალიან ძლიერი. ანუ ყველაზე მეტად ძლიერი აქვს ქოლერიკებს, რომელთაც შემოაქვთ აი გრანდიოზული იდეები საზოგადოებაში. და წარმოადგენენ მოტორიკას რეალურად რა. აი მთელი საზოგადოებისთვის შეიძლება ძალიან საინტერესო იდეები შემოიტანოს და განავითაროს, რაც აისახება სხვებზე. ნუ მე ვიცი რომ ფორდი იყო, ხო? იგივე ხოლერიკი იყო, რომელმაც ამ მანქანების გამოგონება დაიწყო და ასე შემდეგ. ბევრი ისეთი ბიზნესმენი, თვითონ მარკ ცუკერბერგი მაგალითად ვიცი რომ არის ხოლერიკი ასევე. კი, ანუ ეს ილონ მასკი ასევე ხოლერიკია. კი ბატონო, ანუ აქტიური, მოქმედი ადამიანები, მასშტაბურები და ასე ვთქვათ ის ხალხი რომელიც კვალს ტოვებს საზოგადოებაზე ძალიან დიდი დოზით, ეს არის ქოლერიული ტემპერამენტის ადამიანები. აი, მე რა მაინტერესებს თვითონ ის ფაქტი, რომ ეს ფსიქოტიპები გარკვეულ სივრცეს მოიცავენ და გარკვეულ მას აყალიბებენ ალგორითმს ურთიერთობაში. ქალზე სხვანაირად არის ასახული და კაცზე სხვანაირად თუ ერთნაირად არის? არა, ერთნაირები არიან. ერთნაირები არიან. კი, ანუ ამ თვალსაზრისით აი რაც ახლა ვახსენეთ ჩვენ, ხო, მათ ამ მსგავსი პრინციპში არის 4 ტიპი. კი. და ამ 4 ტიპიდან ხანდახან ერთმანეთში ამათი საზღვრები იკვეთება და შეიძლება იყოს ნახევრად ხოლერიკი, ნახევრად სანგვინიკი და ასე შემდეგ და აი ტესტირების დროს კონკრეტული სურათი გამოიხატება, აი თუ როგორია დავუშვათ, აი რამდენი აქვს, მე თვლიან იმას. აი ამდენი მაქვს, 5 მაქვს სანგვინიკი, 7 მაქვს ფლეგმატიკი დავუშვათ და ასე შემდეგ. და საინტერესო. სრული სურათი ჩანს იქ, რომ როგორ თანაზიარებაშია, ბევრი რამეს თუ მოიცავს, ანუ სხვადასხვას, ძალიან კარგია ეს. რომ მეტი შესაძლებლობები აქვს, რომ ფართო ასე ვთქვათ უნარების მქონია, იმიტომ რომ ბევრ ამას ითავსებს. ნუ აი მკვეთრად გამოკვეთილი პრობლემას ქმნის, იცი? თავისთვისაც პრობლემას წარმოადგენს. აი თუ მკვეთრად გამოკვეთილი აქვს, როგორც აი წაღან გითხარია, ვთქვათ 13-14 ნიშანი აქვს დავუშვათ რაღაც ერთის. ხო?
ასე რომ ეს ცოდნა კიდევ ერთხელ აღნიშნავ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია რა, საკუთარი თავისი ადამიანებს, როცა ჩვენ ტემპერამენტის ტესტს უკეთებთ ადამიანს, შეუძლია განსაზღვროს არა მხოლოდ ის თუ თვითონ როგორია, არამედ შეიძლება დაფიქრდეს, ან მისი ოჯახის წევრებზე ან ახლობლებზე და მიხვდეს რა, ისინი რომელ ტიპას წარმოადგენენ. ეს ზოგადად კარგი ცოდნა ამ სფეროში გეხმარება ადამიანთა ცოდნაში, შეცნობაში. ხო, ძალიან მნიშვნელოვნად იმაში, რომ ჩვენ საზოგადოების წევრი ვართ, სოციუმის წევრი ვართ, გვიწევს ურთიერთობა და ხა ბუნებრივია, რომ ხა ეს ცოდნა ზედმეტი არასოდეს არ არის, რომ კარგად ერკვეოდე, ხო, ადამიანებში. და მაინტერესებს ზოდიაქოსთან რამე გადაკვეთა აქვს ამ ყველაფერს? არა. ამიტომ რომ ზოდიაქოებსაც რო კითხულობ, ხო, და რო ვეცნობი, იქაც ეს დახასიათებული არის ფსიქოტიპები, სხვადასხვა ზოდიაქოს ნიშნის-ნიშნის დაბადებულის და აი ეს რამდენად პოულობენ ერთმანეთში გადაკვეთას ან პირიქით დაპირისპირებას? მინდა გითხრა, რომ ზოდიაქოში ვერ ვერკვევი. ვერ ვერკვევი, კარგად. გაიდა, აი ეს მიმართულება სასულიერო სფეროში როგორ გამოიხატება? არ ვიცი რას გულისხმობ მაგაში. აი მაგალითად სასულიერო პირები, ჩვენი პატრიარქი ვინ არის, მაგალითად? სანგვინიკია თუ პატრიარქს ვიცნობ მე 47 წელი. ვიცი, მეც საკმაოდ დიდი ხანია ვიცი. ეს საკმაოდ დიდი დროა, მართლა ნახევარი საუკუნეა და ის იყო 3 თვის აღსაყდრებული, მე რომ მივედი სიონში და დავიწყე მსახურება. ანუ სულ ახალი პატრიარქი. კი ბატონო. ამ მისი ახალგაზრდობა მახსოვს კარგად, ხო და შეიძლება ასე ვისაუბროთ, ხო, რომ აი ასაკში კიდე სხვანაირია, ჩვენ ვიცვლებით, ცხადია ვიცვლებით. თქო უნდა თავისთავად. მაგრამ მე მაგალითად შემიძლია გითხრა, რომ ნუ ეხლა რო გითხრა, რომ ძალიან მიკვირს, არ მიკვირს, მაგრამ შეიძლება ასე რამე ვთქვა, რომ არ მახსოვს მე აღელვების მდგომარეობაში მყოფი, არ მახსოვს. ახლა ჩვენ მის გვერდით ვიყავით და ძალიან ბევრ რამეს ვსწავლობდით, ხო, ბუნებრივი ამის შესაძლებლობა გვეძლეოდა, ხო? ყოველთვის იყო გაწონასწორებული და ყოველთვის მშვიდი იყო. ლიტურგია, რომელსაც ის ატარებდა, ხა მსოფლიო პატრიარქები ჩამოვდიოდნენ ხოლმე და იღებდნენ მონაწილეობას, ხო, აი თქვათ ლიტურგიაში თქვათ ეს იყო ალექსანდრიის პატრიარქი თუ თქვათ საბერძნეთიდან სხვა სტუმრები ხოლმე ასე ხანგრძლივად რომ წირვა ლოცვა გრძელდებოდეს რომ სადღაც 2 საათზე თავდებოდა რა ვიცი საპატრიარქო წირვა ხო ისტორიას არ ახსოვს არ ხდება სხვაგან ესე რა ხო და ეს ძალიან მშვიდი და გაწონასწორებულად ანხორციელებდა მე ჩემთვის ყოველთვის გამორჩეული იყო ლოცვის ის შინაარსი რომელიც პატრიარქს ჰქონდა ანუ სიტყვას როგორ წარმოთქვავდა ლოცვისას როგორ შეგვეძლო ჩვენ შეგვეგზნო საღვთო მადლი ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ვიღაცა შეიძლება ძალიან რაღაცა დაუჩქაროს იქ რაღაცა სწრაფი ტემპი შემოგთავაზოს რაც ყოველად მიუღებელია და არ არის სწორი იმიტომ რომ ხა ესე აჩქარებულად ლოცვა ხო ის გაუგია ხო ამიტომ რა ვიცი აი ძალიან აკადემიური იყო ჩვენთვის იყო ძალიან სერიოზული სკოლა პატრიარქის წირვაზე დგომა და რაც მნიშვნელოვანია და მინდა კიდე აღვნიშნო ეს არის ის რომ ახლა კალენდარულად საკმაოდ დატვირთული არის და იყო მისი გრაფიკი და ის რომ არასოდეს არ ჩაუგდია არც ერთი წირვა ლოცვა ეს შეიძლება აღინიშნოს რა არასოდეს აი რომ რაღაცა რომელიღაცა წირვის დროს ვთქვათ არ ყოფილიყოს და არ მიეღოს მონაწილეობა მაგათ შემთხვევა მე არ მახსოვს ხო და მაინც რა ფსიქოტიპია და დავასრულოთ ჩვენი გადაცემა დღევანდელი ხო აი მე მგონი ძალიან ბევრი რამის ნაზავია გადაწყვეტილების მიღება არასოდეს არ უჭირდა შეეძლო ძალიან არა უფრო ხოლერიკია არა და ძალიან გაწონასწორებული ამავე დროს სამფლეგმატიური ტემპერამენტი ანუ იმიტომ ვთქვი რომ ნაზავია ვერ ვიტყვი რამეს ერთს რა აი შეუძლებელია მან რაღაცა გამოკვეთო ძირფას ტელემაყურებლებო და რადიო მსმენელებო ვისაც მოგეწონათ ჩვენი გადაცემა გთხოვთ მოგწეროთ თქვენი აზრი და შემოგთავაზოთ თემები რომელ თემებითაც მომდევნო გადაცემებში დაგიბრუნდებით ჩვენ შემდგომ გადაცემას მიუძღვნით უკვე ფლეგმატიკს და ხოლერიგის უფრო ღრმად გავივლით
და შემდგომ კიდევ შემოგთავაზებთ სხვა საინტერესო თემებს. ამით ჩვენი გადაცემა დასასრულს მივახლოვთ და უღრმესი მადლობა იმისთვის, რომ ჩვენთან იყავით. მადლობთ. მომავალ შეხვედრამდე.